მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია მსახიობი ნუცა კუხიანიძე, როგორ ახარ? გამარჯობა, კარგად მადლობთ. წინა სტუმრის კითხვა უნდა დაგისვა, თათული ედიშერაშვილის. იქნებიო თუ არა გულწრფელიო ამ გადაცემაშიო და რითი დაამტკიცებო? იცი, მე მგონი მინდა არ მინდა ეგრე გამოვა საბოლოო ჯამში, რაღაც ეგ არის ერთ-ერთი ის რაც მომწონს ამ გადაცემის, ზუსტად რომ ამდენს უნდა დამალო და ეცადო, მაინც ის ჩანს ადამიანი, რაც მგონია რომ არის სინამდვილეში რა, ვერ მალავ, ამიტომ. ხო და რატო არიან დღეს აი საქართველოში ძალიან ცოტა გულწრფელი ადამიანები? ისი გრამია ეს? გულწრფელობა, რა ვიცი, მე მგონი ყველაზე რთულია, მე ვფიქრობ, რომ იყო ის რაც ხარ და ხო, ნუ ეს რაღაცა ფორმა არის, ალბათ დამალვის საკუთარ თავთან პირველ რიგში და ნუ ძნელია სიმართლე და სინამდვილე. ჰოლივუდში როგორ მოხვდი? ძალიან შემთხვევით აქედან თბილისიდან პირდაპირ მოვხვდი ჰოლივუდში. იქ ცხოვრობდი 6 წელი და ნუ რაღაც სუეს ის არის ჰოლივუდში როგორ მოვხვდი, როგორ მაგრამ ნუ რეალურად ჰოლივუდი უბანია უბრალოდ ლოს-ანჯელესის ზოგს გონია რომ არის რაღაც დაწესებულება, მაგრამ ნუ ეს ესე არ არის და ნუ რა ვიცი ხა ცხოვრობდი იქ და ნუ მივხვდი რომ რაღაცა ვერ ვიპოვე იმ მომენტში ჩემი თავი იქ და წამოვედი და რატო ვერ იპოვე? რაღაც ისეთ ასაკში მოვხვდი რომ თან მე არ ვიყავი ძალიან რაღაც ესეთი მიზან მიმართული რაღაც ამ ჩემი კარიერის უფრო მაინტერესებს უფრო რაღაც ისე ვიღებდი ყველა ცოტა ალისა в стране чудес იყო ყოველთვის ჩემთვის და ნუ რაღაც იმ მომენტში რაც შემეძლო რომ ამეღო იქაურობიდან და იმ სივრციდან ის ჩემი აზრით იმ მაშინ მივიღე და წამოვედი უკან საქართველოში და ნუ ყველას ძალიან აინტერესებს ეს რატომ როგორ ერთობოდი იქ? იქ ყავდა ერთი მეგობარი იქაური რეჟისორი იყო, რომელიც ნუ ჰოლივუდი ერთ-ერთი ისეთი ადგილია, სადაც ძირითადად წარუმატებელი ხალხი ცხოვრობს. ეს უბრალოდ ისინი ჩანან, ვინც რაღაცას გაარტყა და ნუ ესეც იყო ერთ-ერთი ისეთი რეჟისორი, რომელიც ვერ მიაღწია თავისას და იყო საშინლად დეპრესიული რაღაცა. მე და ეგ ვერთობოდი ხოლმე ჩემთან სახლში, კინოების ყურებით, რაღაცებზე ლაპარაკით, სხვა ძალიან საინტერესო იყო და კინემატოგრაფიის ღმერთი ვინ არის შენთვის? კინემატოგრაფიის ღმერთი. რა ვიცი ეს რაღაც ისეთი საერთოდ კინემატოგრაფია ძალიან არის ახლოს ამ რაღაცა ღმერთთან და ეგეთ მე ესე მგონია, იმიტომ რომ საერთოდ რეჟისორები ძალიან ისეთი პროფესია არის მგონია, რომ აი ყველაზე მიახლოვებული ღმერთთან, იმიტომ რომ ქმნიან იმ რეალობას, რომელიც არ არსებობს და ათამაშებენ ამ რაღაცა მარიონეტებივით ამ ადამიანებს და ნუ რაღაცა რეალობებს აკეთებენ ზოგ ნუ რაღაც ისე ცოტა ჩვენ გავს ჩვენ რეალობას რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რა ვიცი ესე არ ამყავს გამორჩეულად არავინ რაღაც ყველამ თავისი რაღაც იმპაქტ როგორ არის არ ვიცი თავისი გავლენა მიქონია ჩემზე ხო ხო და ღმერთი როგორი რეჟისორია მოგწონს ღმერთი კი სატანა ნუ არ არსებობს ერთი მეორეს გარეშე მე მგონი და რომელს უფრო ითამაშებდი რომ კონდეს საშუალება ფილმში რა ვიცი სატანას ალბათ რატო ნუ ღმერთს რაღაც ისეთი აქვს ღმერთის თამაში ალბათ უფრო ძნელი იქნებოდა ვიდრე სატანის იმიტომ რომ რაღაც იმდენად ერთფეროვანი გონია რომ არის და ამ დროს რამდენი რაღაც არის და სატანა რაღაც ზუსტად ისეთი მომენტი არის იცი რა ძალიან ადამიანური თვისებები აქვს მგონი სატანას და ვინმე სიცნობ ისეც რომელიც გავს სატანას რომელიც გავს სატანას იცი ხანდახან ძალიან ხშირად ყველას აქვს ეგ რაღაც მომენტი მგონია რომ შეიძლება უცბად ყველა ადამიანში არის და ამიტომ იცვლებიან რა ხან ვინ ემსგავსება ხან ვინ ხანდახან მე თვითონაც შემიძლია მიფამსგავსო ხოლმე ჩემთან და მაგ დროს ძალიან მეშინია და ამიტომ ბრუნდები რაღაც ადამიანურ მომენტში მაგრამ ყველაში ზის ეს და ნუ ყველაზე ცუდი ფილმი რომელი ყველაზე ცუდი ფილმი
არ ძალიან უცნაურია, ესე არ მახსენდება, მაგრამ ძალიან უცნაურია რაღაც ის რომ არის დაჯილდოებები ამ ყველაზე ცუდი და პირველ ადგილზე გავიდა პიატი ელემენტ, fifth element, რაც თვითონ ძალიან უცნაური იყო. ეხლა არ მახსენდება, როდესაც ეგ გამახსენდა, რომ რატომღაც ეგ აღიარეს ყველაზე ცუდ ფილმად. და მომღერალი? ყველაზე ცუდი მომღერალი. არ მინდა რაღაც ქართველებს მივადგე მაინც და მაინც. პირველივე ეგ მახსენდება. პოლიტიკოსი? ყველაზე ცუდი? ბიძნეევანიშვილი. თუ პოლიტიკოსი შეიძლება რომ დავარქვათ. საერთოდ რას ფიქრობ მაგ ადამიანზე? რა უნდა? იცი რა ძალიან ესე არ ვიცნობ, ამიტომ ვერ ვიტყვი. უბრალოდ მე ძალიან არ მომწონს საერთოდ ეს რაღაცა ფორმა მისი ჩართულობის ჩვენი ქვეყნის მომავალში და ჩვენ რეალობაში. სულ მახსენდება ფილმი Citizen Kane. სადაც ეს მაგნატი ამ რაღაცა მედია მაგნატი მოდის, ყველაფერს იპყრობს და ხდება ძალიან ცნობილი და მე უცბად უნდება რომ პოლიტიკაშიც წავიდეს და იყრის კენჭს რაღაც მერად თუ აღარ მახსოვს რომელ პოსტზე და აი ხარჯავს უამრავ ფულს და ვერ იმარჯვებს. ანუ ეს რაღაცნაირად დამამასუ მახსენდება ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც ის ხალხი არ მარტო ფულზე არ გაიყიდა რა და არ არის აუცილებლად ფულით ვერ შექმნი შენ რაღაცა იმათ ქვეყნის მომავალს. მე რო ქონდა 7 მილიარდი რას გააკეთებდი? ახლა ძალიან რა ვიცი, ალბათ ძალიან ბევრ რაღაცას, მაგრამ საერთოდ ძალიან მდიდარი ხალხის ცოტა მეშინია, ამიტომ ხშირად არ ვფიქრობ ხოლმე მე რომ მქონდეს. იცი მე ვისთანაც შეხება მქონია ძალიან მდიდრებთან, ყველას აქვს ძალიან რაღაც მსგავსი თვისებები, რომლებიც მე დიდად არ მომწონს. ეს არის ისე რეალობას მოწყვეტა არის ერთ-ერთი და რაღაცნაირად თვითონ ის ფულიც ფასს კარგავს თითქოს და რაღაც ისეთ ძალაუფლებას, ისეთი რაღაც გიჭირავს ხელში, ისი კონტროლით ძალიან რთული ხდება მერე და მგონია რომ ხშირ შემთხვევაში არასწორად იყენებენ ხოლმე ამ თავის ძალაუფლებას და ამიტომ მგონია რომ ეს ამ რაღაც რეალობიდან მოწყვეტის დიდი ბრალი არის რა, რასაც ის ფული აკეთებს გარემოც, რა თქმა უნდა, მე გიწყობს ხელს, იმიტომ რომ ყველა გარშემო ხდება ამაზე დამოკიდებული და საერთოდ გაბრმავებს და ამიტომ არ ვფიქრობ ხოლმე სხვა შორის მე რომ მქონდა 7 მილიარდი რას ვიზავდი. მე უკვე გადაღებული ფილმებიდან რომელში ითამაშებდი და რომელ როლს შეასრულებდი? ალბათ ბევრია ძალიან ეგეთი, უბრალოდ ახლა მახსენდება ისე სულ ყოველთვის რომელიც მინდოდა ბავშვობიდან, ალბათ რომეო და ჯულიეტაში ვთამაშებდი, უბრალოდ აი რაღაც ეხლა გამახსენდა ეგ თორე. რა ვიცი, ძველში, ახალში, მახსოვს ახალი რო გამოვიდა, მე ვიყავი მაშინ 10 წლის და აი ძალიან ტრამვირებული ვიყავი, იმიტომ რომ ჩემი როლი ვიღაც სხვა ვითამაშა, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია სხვა შორის. და როგორ ფიქრობ, გააკეთებდი შენ მაგას, რაც მაგათმა გააკეთეს სიყვარულის გამო? რა ვიცი, იცი რა, ეგეც რაღაც მომენტ, ალბათ შეიძლება იმ მომენტში ეგრეც მომხდარიყო, კი, იმიტომ რომ მე ძალიან ემოციური ვარ საერთოდ და ძალიან ყოველთვის რაღაცნაირად ჩემი ცხოვრებას რაღაც კინო პერსონაჟებს და რაღაც სხვადასხვა მეებს გავს ხოლმე და ამიტომ რაღაცა ამ რაღაც დიდი ემოციისგან ძალიან კმაყოფილდები ხოლმე და კაცმა არ იცის, ჯერჯერობით გადაურჩი მაგ დაბოლოებას, მაგრამ რა ვიცი. რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან ერთად გაატარებდი ერთ დღეს? და სად და რას გააკეთებდი? სატანებზე დრო დავბრუნდეთ, ალბათ ვოლანტთან ერთად გავატარებდი. და რას გააკეთებდი ვოლანტთან? რა ვიცი, აი გადმოვიხედებოდი, იმიტომ გადავხედავდი სამყაროს მასთან ერთად. რამდენიმე კითხვას დავუსვამდი. მე რას კითხავდი? იცი რას ვკითხავდი, აი ზუსტად მანდარი ესე იწყება ეგ წიგნი, я часто силы, что вечно хочет зла, но всегда совершает благо. და აი მაგაზე ვკითხავდი, რომ როგორ არის ეს ორი რაღაცა ერთად, სიკეთე და სიბოროტე ერთმანეთთან. ესე ხელჩაკიდებული როგორ დადის. ჩვენ რატო ვერ ვაკეთებთ ნორმალურ სახელმწიფოს?
არ ვიცი, იმიტომ რომ მე მგონი ზუსტად არ ვიცით ეს რას ნიშნავს. ანუ არ გვაქვს მისი რაღაცა ისეთი მკაფიო ხედვა რა გვინდა საერთოდ რაში გვინდა რომ ვიცხოვროთ და ვიცხოვრონ ჩვენმა შვილებმა რაღაც ცოტა დაბნეულები ვართ მაინც მე მგონი ისიც მოგწონს იმას რაღაცას ვერ ვეშვებით, წინაც ვიხედებით, მაგრამ უკან რაღაცა გვექაჩება და აი ცოტა რაღაც ეიფორიულ მდგომარეობაში ვართ და მე მგონი რაც მთავარია რომ რაღაცა საერთო აზრამდე ვერ მივიდა საზოგადოება რომ რა უნდა და ნუ ყველა თავისკენ რო ეკაჩება ქვეყანას ის ვერ ყალიბდება რა თქმა უნდა. ხო და ეს საერთო იდეა რა შეიძლება იყოს? საერთო იდეა საერთოდ გვაქვს ან გქონია როდისმე? იცი რაღაც თითქოს ეს თავისუფლება იყო საერთო იდეა, ანუ ამას ყოველთვის გვასწავლიდნენ და ეს გვესმის, რომ აი თავისუფლება, დამოუკიდებლობა, აი რაღაც აი ამის გარშემო, მაგრამ რაღაც უფრო სიტყვად გადაიქცა, მე მგონი, ვიდრე რეალობად რა და იმიტომ რომ მგონია რომ არა გვაქვს გააზრებული ეს რას ნიშნავს, იმდენად სპონტანურად, აი მოვიპოვეთ ხო ეს დამოუკიდებლობა და ნუ ეხა ვეჭიდავებით, იმიტომ რომ ეხა თან უკვე აღარ გვინდა თუ რაღაც აღარ მოგწონს, ცოტა ძნელი აღმოჩნდა და აი წინ და უკან ესე ვთქვათ ვქანაობთ და ნუ მე მგონი რომ რაღაც ერთ რაღაცაზე რო ჩამოვყალიბდეთ და მაკეთკენ ესე მთელი ერი წავიდეს გაცნობიერებულად რაღაც სამდე მივალთ ალბათ რა და ხო ისეთ ქვეყანაში თუ ყოფილხარ, სადაც მარიხუანას მოწევისთვის ალპობენ ციხეში ადამიანებს. არ ყოფილა, მაგრამ როგორც ვიცი არსებობს ეგეთი ქვეყანა. ხო და რაზე მეტყველებს ის რომ აქ ხდება ეგ? რაზე რატო ხდება აქ? რა ვიცი, მე მაინც მგონია რომ ეს რაღაც ფულთან მიმართებაში არის, უბრალოდ ფულს იღებენ ხალხისგან. აი სხვა ახსნა ამას არ შეიძლება, because არის ანუ ის ქვეყნები, სადაც მართლა ხელს აჭრიან თუ მთელი ცხოვრებაც ხო არის რაღაც ტაილანდში თუ რაღაც ქვეყნებში არის ეგეთი. ნუ ჩვენ ვითომ რაღაც მაინც კულტურულ სახეს თითქოს და ვინარჩუნებთ რაღაც ხმაურს. ტეხავთ რაღაც, მაგრამ მე მგონი რომ არანაირი იდეა ამის უკან არ დგას, ეს არ არის იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ თავის მოსახლეობაზე, ან რაღაც ეს არის უბრალოდ მგონი რომ შეავსოთ ბიუჯეტი მარტივად. შენ თუ ეწევი? კი, ხანდახან ვეწევი. შენი ნება რო იყოს, რას დააწერდი საქართველოს გერბზე? ეხლა რა აწერია საქართველოს გერბზე? ეხლა მე მგონი ძალა ერთობაშია. ძალა ერთობაშია. რავი, დავტოვებდი მაგას. იმიტომ რომ ჯერჯერობით ეგ არ არის გაცნობიერებული არ გვაქვს, მაგრამ ვერ ვასრულებთ იმას და ჯერ ეწეროს ცოტა ხანი. ვინ გახსენდება პირველი სიტყვაზე დეგენერატი? ეხარო თქვა ყვას არ გამწეს არასდროს. კაი, ცუდი პიარი, კაი პიარი, რა მნიშვნელობა აქვს პიარი? მიშა მესხი. არ გეცხიდოს თქვა. ძალიან მიყვარს. მე რო გაირკვეს რომ სხვა პლანეტაზე არის სიცოცხლე თუ წახვიდები. არ ვიცი ახლა სანახავად შეიძლება წავსულიყავი, მაგრამ საცხოვრებლად ალბათ არა. როდის გამოყოფ ყველაზე მეტ ადრენალინს რისკეთებისას? როცა მიხარია ალბათ, როცა ნერვიულობ მაშინ და ალბათ როცა გადაღებებზე ვარ. და აი ქართველებს რატო აინტერესებთ საკუთარ ცხოვრებაზე მეტად სხვისი ცხოვრება? დაგვირგვინები ხარ მაგას? რა არის ამის მიზეზი? ნუ ამაზე ბევრს ვფიქრობ ხოლმე, იმიტომ რომ მე მაწუხებს ერთ ძალიან მე არ მიყვარს როცა ძალიან ჩემს სივრცეში რო შებოდიო ხოლმე ეს რაღაც დაუპატიებლად რაც ჩვევია, ალბათ მეც ხანდახან. რა ვიცი, იცი მგონია რომ მაინც ის თავისუფლებას დაუბრუნდები, აი ეს რაღაცა შეგრძნება თავისუფლების ჩვენ არა გვაქვს, იმიტომ რომ ნუ ძალიან დიდი ხანია უკვე არ გქონია და ამიტომ უბრალოდ რაღაც წარმოდგენაში გვაქვს და ზუსტად ეგ არის თავისუფლება, რომ შენი ცხოვრებით იღებ კმაყოფილებას, აკეთებ იმას, რასაც შენ გინდა, რასაც შენ თვლი შენი თავისთვის სწორ და შესაბამისად საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობ, ალბათ და მგონია, რომ აი ამის ნაკლებობა არის, ჩვენ გვაკლია საინტერესო რაღაცები ჩვენს გარშემო და ჩვენ თავშიც ვერ ვპოულობთ ამას. იმიტომ რომ უბრალოდ არ უფიქრდებით, თორე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა
იპოვის რაღაც ისეც რაც შეიძლება მე გაყვეს. ყველაზე ლამაზი რა გინახავს ცხოვრებაში? ყველაზე ლამაზი. რა ვიცი, ბევრი რაღაც მინახავს, აი მაგალითად ერთხელ ვიყავი გადაღებაზე და ეს ჩემი სახლი, აივანი ზღვაზე გადადიოდა პირდაპირ და სადღაც შორს ძალიან შორს იყო რაღაც ერთი 50 ელვა ერთდროულად მოდიოდა და ესე ნათდებოდა ზღვა და ნუ ეს წვიმდა მერე და რაღაც საოცარი სანახავი. ალბათ უფრო ესეთი რაღაც სტიქიური რაღაცეები. როცა ხვდები რომ რაღაცა შენზე ბევრად ძლიერი არსებობს და შენ უბრალოდ მადლობა უნდა თქვა რომ შეგიძლია რომ ნახო. ხოდა შენი პროფესიის გარდა რაში იქნებოდი მაგარი? ფსიქოლოგიაში. რატო გუკა არის მსხვერპლი პირველი მაგაზე ვაკეთებ ხოლმე ცდები. მე როგორ მიდის? რა ვიცი, ნუ ჯერჯერობით ესეთი დიდი პროტესტი არ გამოუხატავს, მაგრამ ნუ მეც ვისწავლე თავის კონტროლი, ფლად რაღაცა ბნელი მეებში აღარ შევდივარ ხოლმე, თუმცა ძალიან მაინტერესებს ეს რაღაც სიღრმეები და ხოდა არსებობს თუ არა კითხვა, რომელსაც პასუხი არ აქვს? რა ვიცი, ჩვენ თვითონ ვიგონებთ მაგ კითხვებს და შესაბამისად ჩვენ თვითონ ვცემთ პასუხებს მერე და ნუ ალბათ ინდივიდუალურია და რაღაც იმ მომენტთან მიმართებაში. ხანდახან შარშან ალბათ იყო რაღაც კითხვა, რაც მქონდა და ვერ ვცემდი პასუხს. წელს შეიძლება გავეცი, არ ვიცი, იცვლება რა. ხოდა რომელ კითხვაზე გაინტერესებს პასუხი ყველაზე მაგრად? რომელ კითხვაზე? აი გძლელი კითხვა არის. არ ვიცი, იცი რაღაც სხვათა ეს მკითხავები გამახსენდა ახლა რაღაც ეს მთელი რომ მიდიხარ და რომ გეუბნებიან და იმ რაღაც კითხვებზე პასუხობენ. მე ზოგი რაღაც ხდება, ზოგი რაღაც ვერ, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში მე მგონი მთელი საინტერესო ის ბაგაჟია, ზუსტად რომ არ იცი მომენტამდე სანამ გაიგებ თუ სანამ მოხდება და ახლა ესე წინასწარ დავტოვებ ამას რაღაც ჩემ გზაზე აღმოსაჩენად. კი ბატონო. აი კაცი რო იყო, რომელ ქართულ ქალთან გააბამდი ფლირტს? ფლირტს ჩემთან. არ ვიცი, ქალებზე არ მიფიქრე მაგ კუთხით. ხოდა აი უნაკლო გარეგნობის კაცი ვინ არის? უნაკლო გარეგნობის კაცი? რა ვიცი? გარეგნობით? ხაც გარეგნობით კაცებზე ლაპარაკი ცოტა არ ვიცი, კაცს მეგონი სხვა რაღაცები უფრო ნახეს, ანუ ლამაზი კაცი რაღაც უკვე არ მომწონს. ხოდა შენთვის რა არის მთავარი კაცში? ჩემთვის მთავარი არის აი ეს რაღაც აი ის შეგრძნება რომ შეგიძლია რომ მიეყრდნო დაეყრდნო, იმიტომ რომ რეალურად ხა ეგ არის ჩვენ შორის მე მგონი ყველაზე დიდი სხვაობა რომ რაღაცა ეს ძალა არ მარტო ფიზიკური არამედ ეს რაღაცა ტონკეს არ ვიცი როგორ არის, აი ხალი უფრო რაღაც მაინც მგონია რომ უფრო რაღაცა ნაზი მოვლენა არის, ვთქვათ, ვიდრე კაცი და ყოველთვის სჭირდება რომ იყოს ვიღაცა, ვინც ვთქვათ იმას უზავს რა ქართული, რუსული, ინგლისური ყველა სიტყვათან მაგ. აი ვისაც მიეყრდნობა და იგრძნობს თავს უფრო მყარად ვიდრე მარტო, დაცულად, ხო? ხოდა ნუ ალბათ ეს თვისება თუ კაცი ამას ამჟღავნებს, ის ძალიან საპატივცემოა მე ვფიქრობ. ხოდა ეს სექსუალურობა რაში გამოიხატება შენთვის კაცში? კაცში? ნუ ეგეც არის ერთ-ერთი ამისისა. აი ეგ ზუსტად რომ კაცს რაღაცნაირად შეგვიძლია რომ ენდო, რომელიც დგას მყარად, ეს არ არის უცილებელი რომ რაღაც ისეთი კარიერა რაღაცის კონდეს. არა, უბრალოდ აი თავის თავში დარწმუნებული და აი ეს რაღაცა სიდიდე შინაგანი რა, არა მერკანტილურობა ალბათ რა უფრო რა. ჩაცმა, გარეგნობა, მანქანა ეგეთი არ მაინტერესებს. პირველ ქართულ პორნოგრაფიას რას დაარქმევდი? პირველ ქართულ პორნოგრაფიას? შორენას სახლი. შორენა რატო გაგახსენე? რაც ხშირად ეს სახელი მესმის ამ ბოლო დროს ჩემ გარშემო მე ნახავს მაყურებელი რატომაც არ გავცემ ამ რაღაც იმას. საიდუმლოს.
ჟურნალისტი რო იყო, ვისგან აიღებდი ინტერვიუს? დალაი ლამასგან. დერას კითხავდი პირველს. ვიცი როგორ ახერხებს რომ იყოს ეგეთი რაღაც საოცრად ამაღლებული, რა ვიცი. რატოა შენთვის დალაი ლამა საინტერესო? იცი, აი რაღაც დღეს უყურებდი სხვა შორის მაგის ინტერვიუებს და აი ყველაზე ისე რაც მომხვდა თვალში იყო აი ეს მისი დამოკიდებულება საერთოდ ყველაფრის მიმართ. ანუ აბსოლუტურად აი გეგონებოდა რომ აი არაფერი არ ადარდებს. ისე მიყავს და ისე ლაპარაკობს, ყველაფერზე იცინის. სულ ხუმრობს. ანუ აი რაღაც ძალიან ჩატე დამოკიდებულება აქვს. ამ დროს ისეთ რაღაცებს იძახის და ისე ცხოვრობს, რომ ამის უკან სინამდვილეში საოცრად მძიმე და მტკივნეული სევდიანი რაღაც რეალობა არის და აი უბრალოდ აი ეს რაღაც მისი სიყვარული ცხოვრების მიმართ და თან ესეთი რაღაცა ვითომც არაფერი დამოკიდებულება რომ თავის თავს რაღაც არ აყენებს განსამიუხედავად იმისა რომ დალაი ლამა ბევრად უფრო თავმდაბალია ვიდრე მე ვთქვათ თუნდაც რა და აი ეს საოცარი სინთეზია რაღაცა ხოდა რა ასოციაციას იწვევს შენში ლეზო ამაშუკები. დალაი ლამაზე გაგახსენდა უცბად. გავს ხო რაღაცით. რა ასოციაციას, რა ვიცი, რაღაც აი ჩების სევდიანი ქვეყნის რეალობის რა, აი რაღაც აჩრდილის, რომელიც ვერ გადადის სხვა რეალობაში. არ გულისხმობ მე და მაინც ვთქვათ სიკვდილს, მაგრამ აი ამ რაღაცა დათმობა რა, რომ აი всё, ну აი ახლა მოდი მივცემ გზას ვიღაცა სხვას, რომელიც ჩემს მერე მოდის. იქნები იმან უფრო კარგად მოახერხოს. აი ამის არაღიარების რა და რაღაც უკვდავების იმის ძიების ეს რაღაც ისტერიულად, რაც საკმაოდ არაორგანულია მე ვფიქრობ რა. და გვიშლის ხელს საერთოდ განვითარებაში. რა თქმა უნდა. აი ამათგან ვინ მიაღწევდა ჰოლივუდში ყველაზე მეტს? მათგან ვინ მიაღწევდა? ალბათ მიშა და ზვიად. სამსახიობო კარიერაში? პროდიუსერი რომელი იქნებოდა კარგი? ალბათ შევარდნათ. ის სახლის ბინადარი? ის პროდიუსერი, ის მე მგონი მიაღწია, რასაც შეიძლებოდა რომ მიაღწია, მე მგონი ახლა კიდე არ ვიცი, ყველაფერი შედის ამაში, რაც მან მიაღწია. კაი, შემდეგ სტუმარს დავუტოვე კითხვა რამე. ხო, აი ხა ზუსტად ამაზე გამახსენდა, ის სულ ვფიქრობ ხოლმე ეს ოცნების ირგვლივ და ქართული ოცნება, ხო? ეს მაინტერესებს ესეთი რაღაცა ჯგუფური გადაწყვეტილებით მიღებული ერთი ქართული ოცნება, აი რა არის? მაინტერესებს, ანუ ეს ჩვენი რამე საერთო ოცნება არის თუ ყველას რაღაც თავისი აქვს? ანუ აი რა არის ეს ქართული ოცნება, მაინტერესებს. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა.